საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ახალი საგანმანათლებლო კერა გაიხსნა კომპანია RMG-ის მხარდაჭერით სამთო გეოლოგიურ ფაკულტეტზე ქართულ-ავსტრიული ინჟინერიისა და ტექნოლოგიების ცენტრი ამოქმედდა. პროექტი მიზნად ისახავს სტუდენტებისთვის საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას, კვლევითი სამუშაოების სტიმულირებასა და ავსტრიის ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტთან მჭიდრო კოლაბორაციას. რა შესაძლებლობებს აძლევს ახალი ცენტრი ქართულ სტუდენტებს და რას ითვალისწინებს სამთო უნივერსიტეტთან გაფორმებული მემორანდუმი, ახლა შეგვიძლია ვნახოთ თამთა ღონღაძის სიუჟეტში. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო გეოლოგიურ ფაკულტეტზე ხალხმრავლობა იყო. საზეიმო ვითარებაში გაიხსნა ქართულ-ავსტრიული ინჟინერიისა და ტექნოლოგიების ცენტრი. ღონისძიებას სპეციალურად ამ დღისთვის ავსტრიიდან ჩამოსული დელეგაცია, უნივერსიტეტის რექტორი, RMG-ის მენეჯმენტი და ავსტრიის ელჩი დაესწრნენ. ჩვენი კომპანია უკვე წლებია აქტიურად არის ჩართული ამ პროცესში და ზოგადად ინიციატორი იყო აი ამ დიდი ურთიერთობების და ჩვენი ჩართულობა იქნება არა მხოლოდ მატერიალური ფინანსური მხარდაჭერა, არამედ უკვე პრაქტიკულით, რაც გულისხმობს, რომ ჩვენ კომპანიაში პრაქტიკებს გაივლიან არა მხოლოდ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები, არამედ ლეობენის წარმომადგენლებიც. ამასთანავე ახალი სივრცე გახდება პლატფორმა, სადაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ლეობენის სამთო უნივერსიტეტის სტუდენტები თუ მკვლევრები ერთობლივ გაცვლით და კვლევით პროექტებს განახორციელებენ. თანამშრომლობის ფარგლებში ასევე მნიშვნელოვანია კომპანია RMG-ის ინჟინერ-ტექნიკური პერსონალისთვის სპეციალური მოკლე კურსების შეთავაზებაც. ჩვენ RMG-ის ორ მნიშვნელოვან მიმართულებას ვთავაზობთ, რაც ამ თანამშრომლობას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. პირველი ეს არის მაღალი დონის განათლების მქონე საერთაშორისო გამოცდილების ინჟინრების მომზადება, რომლებიც შეძლებენ იმუშაონ კომპანია RMG-ში და ხელი შეუწყონ ამ კომპანიის ოპერაციების უფრო მდგრად განვითარებას, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. მეორე, ეს არის სამეცნიერო და კვლევითი კავშირი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და მონტანის უნივერსიტეტს შორის, რომელიც ხელს უწყობს ცოდნის შემდგომ განვითარებას ისეთ მიმართულებებში, როგორიცაა ღია კარიერული მოპოვება, მიწისქვეშა მოპოვება და მინერალების გადამუშავება. გახსნის პარალელურად კომპანია RMG-სა და ლეობენის ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ეს 2020 წელს დაწყებული პარტნიორობის ახალი ეტაპია. თანამშრომლობას უკვე აქვს კონკრეტული შედეგები. ავსტრიული მხარის გრანტით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 4 სტუდენტი ამჟამად სწავლას სწორედ ლეობენის სამთო უნივერსიტეტში გადის. სიმბოლურია, რომ სწორედ ავსტრიის ეს სასწავლებელი დაამთავრა 1911 წელს ქართული სამთო სამეცნიერო სკოლის ფუძემდებელმა გრიგოლ წულუკიძემაც. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს მრავალწლიანი ურთიერთობები აქვს როგორც ლეობენის უნივერსიტეტთან, ასევე RMG-სთან. RMG არის ჩვენი ერთ-ერთი არათუ დამსაქმებელი, არამედ კომპანია, რომელიც ჩვენთან ერთად მუშაობს და ახალგაზრდების ინფრასტრუქტურას, ლაბორატორიას, სტიპენდიებს ემსახურება. დღევანდელ დღეს შედგა კოოპერაცია უკვე ავსტრიულ უნივერსიტეტსა და RMG-ის შორის და ჩვენ გვიხარია, რომ გავხსენით დღეს ინჟინერისა ტექნოლოგიების ცენტრი, რომელიც არის ქართულ-ავსტრიული. ვიზიტის ფარგლებში ავსტრიულმა დელეგაციამ RMG-ის სპექტაქარის მიწისქვეშა საბადოც მოინახულა. სტუმრები ადგილზე გაეცნენ საწარმოო პროცესს, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიებითა და საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ხორციელდება. დღევანდელი დღე მნიშვნელოვანი მოვლენაა ავსტრიას საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებში. ამ ურთიერთობების კონტექსტში მეცნიერებას, განათლებასა და კვლევას ყოველთვის განსაკუთრებული როლი ეკავა. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ლეობენის სამთო უნივერსიტეტის თანამშრომლობით ქართულ-ავსტრიული ინჟინერიისა და ტექნოლოგიების ცენტრი შექმნა მნიშვნელოვანი ნაბიჯია ამ ურთიერთობების კიდევ უფრო გასაძლიერებლად და განვითარებისთვის. ასევე მსურს აღვნიშნო, რომ განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია კვლევის ის მიმართულება, რომელსაც ეს თანამშრომლობა მოიცავს: მინერალური რესურსების მოპოვება, გადამუშავება, მარკეტინგი. RMG-ის მხარდაჭერით და ქართულ-ავსტრიული თანამშრომლობის შედეგად გახსნილი ახალი ცენტრი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში უკვე ელოდება სტუდენტებს, რომლებსაც სურთ თეორიული ცოდნა ევროპულ პრაქტიკასა და თანამედროვე ინდუსტრიულ მოთხოვნებს შეუთავსონ.